გამარჯობა. ჩვენი სხეულის საფუძველს წარმოადგენს ძვლოვანი ჩონჩხი, რომელიც ძვლოვანი ქსოვილისგან შედგება. ბერძნულად ძვალი არის ოსტეო, ფორი, პოროს. აქედან გამომდინარე ოსტეოპოროზი სიტყვასიტყვით ქართულად ითარგმნება როგორც ფორიანი ძვალი, ანუ ძვლის გამეჩხერება. დაგვირეკეთ ნომერზე 2-40-90-06. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ოსტეოპოროზი და სწორედ ეს თემა გამოგვაქვს კონსილიუმის სამჟავროზე. ჩვენი სტუმრები კი არიან რევმატოლოგი პროფესორი მაკა იოსელიანი, პედიატრი პროფესორი მაია ხერხეულიძე და ექიმი ენდოკრინოლოგი თინა იორდანიშვილი. გამარჯობათ ქალბატონებს. მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონო თინა. ქალბატონო მაკა. ძალიან ბევრი მაყურებელი ელოდება დღევანდელ ჩვენს თემას. ეს ჯერ კიდევ გუშინ იგრძნობოდა საერთო დროის გარკვეული ნაწილი დაეთმო იმ კითხვებს, რომლებიც ქალბატონები სვამდნენ სწორედ ოსტეოპოროზთან დაკავშირებით. ამიტომ მოდით პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ოსტეოპოროზი არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი თავსატკივარი, რომელიც არა მარტო ჩვენს პოპულაციას, არამედ მთელს მსოფლიოს აწუხებს. ამიტომ მოდით გავხსნათ ფრჩხილები და აუხსნათ მაყურებელს, რას გულისხმობს ოსტეოპოროზი, რა პროცესია, რატომ არის სახიფათო ამ დაავადების დიაგნოზი და რა მიზეზები უძღვის წინ. მოდით ყველაზე მოგესალმებით, ყველაზე უფრო სწორი იქნება დავიწყოთ განმარტებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით განმარტება ასე გამოიყურება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი გახლავთ დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება ძვლოვანი მასის შემცირება, ძვლის არქიტექტონიკის დარღვევა, რასაც მიუყავართ ძვლის სიმყიფის მომატებისაკენ და თავისთავად ეს პროცესი ზრდის მოტეხილობის რისკს. ძალიან საინტერესოა ეგრეთ წოდებული ძვლის რემოდელირების პროცესი, ეს ძალიან ხშირად კარგად ხსნის ამა თუ იმ ასაკში ოსტეოპოროზთან, ძვლის წარმოქმნის პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებს. არის ბალანსი ორ პროცესს შორის, ეს არის ძვლის წარმოქმნასა და ძვლის რეზორბციას შორის. ანუ ორი ტიპის უჯრედები, ოსტეობლასტები, რომლებიც წარმოქმნიან ძვალს და ოსტეოკლასტები, რომლებიც იწვევენ ძვლის რეზორბციას, ანუ დაშლას. შესაბამისად, სხვადასხვა ასაკში აი ამ ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედების, თქვათ, ბალანსი რომელიმე ერთის სასარგებლოთა ნაწილდება. თქვათ, ბავშვთა ასაკში ეს გახლავთ ოსტეობლასტები, როცა ძვლა წარმოქმნა უფრო აქტიურია ვიდრე ძვლის რეზორბცია. გარკვეულ ასაკში ეს ბალანსი წონასწორდება, ანუ ძვლა წარმოქმნა და ძვლის რეზორბცია, ძვლის დარღვევა, დაშლა პროცესი ერთმანეთს უტოლდება და ასაკი, როცა ეს პროცესი იხრება ძვლის რეზორბციისკენ, ანუ ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვისკენ, დაშლისკენ. ვთქვათ, სხვადასხვა ასაკში ეს პრობლემა სხვადასხვაგვარად გამოიყურება და არსებობს და შესაბამისად არსებობს, ვთქვათ, ოსტეოპოროზი პირველადი და არსებობს ოსტეოპოროზი მეორადი. ვთქვათ, ამის შესახებ ქალბატონი მაია ბავშვთა ასაკში ჩემზე უკეთესად მოგახსენებ თუ რა ხდება, ის როგორც წესი ბავშვთა ასაკში თუ კი არის ეს არის მეორადი, ან ეგრეთ წოდებული იდიოპათიური, ვთქვათ, და უკვე ასაკში ეს არის როგორც წესი და ძალიან ხშირად, ეს არის ქალბატონებში 50 წლის ზემოთ, როცა ისევ ოსტეოპოროზი არის პირველად. და პლუს კიდევ მეორადი ოსტეოპოროზი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ეს არის თირკმლის, ფილტვის, ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები. ეს არის პათოლოგიები, ვთქვათ, რევმატიული პათოლოგიები და ამაში განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ რევმატოიდული ართრიტი, როგორც იუვენიური ბავშვთა ასაკში, ესევე მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტი. ეს არის პრეპარატები, რომელთა ფონზეც ვითარდება ოსტეოპოროზი და პლუს მდგომარეობები, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს ოსტეოპოროზი. ქალბატონებო, მაყურებელი უკვე გველოდება, ვუპასუხოთ მაყურებელს და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით. გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემისთვის. მადლობა. ასეთი შეკითხვა მაქვს. დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. ოსტეოპოროზის ან და ართრიტის დროს თუ არის ამ დაავადებებისთვის დამახასიათებელი თმების ცვენა,
უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ცხადია, ქალბატონმა სრულიად ბუნებრივად ორი ასაკთან ასოცირებული ორი პრობლემა ერთმანეთს დაუკავშირა. მოდით ვუპასუხოთ ამ ქალბატონს. ყველამ ვუპასუხოთ თუ ეს თქვათ მოდით მე დავიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ეს ჩვენ ასაკზე, პედიატრიულ ასაკზე არ იყო საუბარი, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან ხშირად ბევრ რაღაცას შეიძლება დაუკავშირდეს, ანუ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მიკროელემენტების დეფიციტი. ყოველთვის მაინც და მაინც ოსტეოპოროზთან კავშირი არ არის. გასაგებია, რომ ხშირ შემთხვევაში აკავშირებენ ხოლმე კალციუმის დეფიციტთანაც, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ კალციუმის დეფიციტი არ არის, იმიტომ რომ სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტმა, მაგალითად სულ ყველაზე ესეთი მარტივი რო ავიღოთ რკინა დეფიციტის შემთხვევაში, როგორც წესი ვლინდება იგივე პრობლემა. შეიძლება იყოს სხვა დაავადება, რაც გამოიწვევს იგივე პრობლემას, ამიტომ გარკვეული ასოციაცია შესაძლებელია იყოს კალციუმის დეფიციტთან. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ კალციუმის დეფიციტით თმის ცვენის განსაზღვრა ალბათ არ შეიძლება. და როგორც ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვსაუბრობდით, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაღვიწყდება, რომ მიკრონუტრიენტებთან ერთად, ან მცირე დოზით საჭირო ნივთიერებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაკრონუტრიენტები, ან ცილოვანი ნაერთების ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა და ხშირ შემთხვევაში უმთავრესი მიზეზი, რომ თმის ცვენა გამოვლინდეს ეს დიახ. და თავისთავად არსებობს რადგან რეუმატოლოგია ახსენდა და რეუმატიული დაავადებები, რომლებიც ერთ-ერთი კლინიკური ნიშანი თმის ცვენა, თქვა სისტემური წითელი მგლურა, მაგრამ თქვა სახსროვანი პათოლოგიით მიმდინარე დაავადებების დროს იგივე როგორც არის რეუმატოიდული ართრიტი, როცა ხაზგასმით არის საუბარი ოსტეოპოროზზე და ეს არის რისკი თქვა ოსტეოპოროზის განვითარების. აქ შეგვიძლია ორი ნაწილად გავყოთ ეს თქვა ის რომ ეს დაავადებები თავისთავად ცვლის ნივთიერებათა ცვლას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლას და პლუს ეს დაავადებები მოითხოვს თქვათ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიონ თვისწვენა. აქ თქვათ ერთმხრივად ცალმხრივად, ცალსახად ამაზე პასუხი გაცემა ძალიან ძლიერი რეუმატოლოგიაში. ქალბატონო თინა, ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით ჰორმონული სტატუსის ცვლილება შეიძლება იკვეთებოდეს თმის ცვენას. ზიებ დაგეთანხმებით, მინდოდა სწორედ დამემატებინა, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კერძოდ ისეთი როგორც არის ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება შეიძლება ასევე ასოცირებული იყოს თმის ცვენასთან. თუმცა თვისცვენა ზოგადად არის პოპულაციური პრობლემა, არა მარტო კვებასთან შესაძლებელია ეს იყოს თმის საღებავის ხარისხთან დაკავშირებული, ასევე შამპუნთან და რიგ სხვა პრობლემებთან. ჰიგიენურ საშუალებებთან საშუალებებთანაც. დიახ. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს უპასუხოთ და შემდეგ დაუბრუნდებით თემას. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონებო. ეგეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. პირველადაც აღენიშნება მარჯვენა ბარძაყის სახსრე არხის შევიწროება და აქვს ხშირი ესეთი რადიკულიტისებური ტკივილები გადადის ქვემოთ კოჭამდე და ეს შეიძლება ჩაითვალოს ოსტეოპოროზად ან ოსტეოარტროზად. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ქალბატონო მაკა იმასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული თავსატეხი შეიძლება აღმოჩნდეს ექიმებისათვის და ცხადია პაციენტისათვის, როდესაც მსხვილი სახსრების დაზიანება, განსაკუთრებით გავრცელებულია მენჯბარწაყის სახსრის დაზიანება, კოქსარტროზი და გონარტროზი, ანუ მუხსლის სახსრის დაზიანება. ამ შემთხვევაში რა შეიძლება უთხრათ ქალბატონს? იცით, ამ შემთხვევაში რადგან თქვა ნაპრალის შევიწროებაზეა საუბარი, აქ საუბარი არის უფრო არა ოსტეოპოროზზე, არამედ გონაართრო, უпростоრად მენჯბარწაყის სახსრის კოქსარტროზზე და ვთქვათ აქედან გამოწვეულ ტკივილზე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კოქსარტროზის განვითარების სიხშირე მატულობს ასაკის მომატებასთან ერთად, აქ თავისთავად შეიძლება იყოს კოქსარტროზიც და ვთქვათ რაღაცა გარკვეული წილი იყოს ოსტეოპოროზსაც ახდეს. პლუს ვთქვათ თუ მით უმეტეს პაციენტი არის ასაკოვანი. გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული გადაცემითი ტკივილები, რასაც ის ამბობს და სავარაუდოდ ეს არის თქვათ გულისხმობს ალბათ წელის მალებს, აქაც შესაძლებელია ითქვას იგივე, თქვათ, აქ არის საუბარი ოსტეოხონდროზე, კიდევ ერთხელ ასაკის გათვალისწინებით და აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად, თქვათ, ტკივილი წელის არეში ბრალდება არასწორად ოსტეოხონდროს და ძალიან ხშირად, თქვათ, ეს ტკივილი, ეგრეთ წოდებული ზურგის ტკივილი შესაძლებელია იყოს გამოწვეული
ბრძოლის სწორედ ოსტეოპოროზით. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თქვათ, ვიზიტი ექიმთან, დიფერენცირება ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესის, ოსტეოხონდროზის, ოსტეოართროზის და ოსტეოპოროზის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ამ შემთხვევაში ისევ ერთმნიშვნელოვნად პასუხისგაცემა ძალიან ძნელია. მით უფრო რომ შეიძლება ორი პროცესი პარალელურად მიმდინარეობდეს. ქალბატონო მაია, ჩვენ მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რატომ ჩავთეთ ამ დისკუსიაში პედიატრი. რასაკვირველია, მაყურებელი გარკვეულწილად მიჩვეულია, რომ ჩვენ ვცდილობთ პრობლემის სათავემდე მივიდეთ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ასაკთან ასოცირებულ პრობლემაზე, როდესაც ვლაპარაკობთ სქესთან ასოცირებულ პრობლემაზე, დიახ, ხანდაზმულ ქალბატონს შეიძლება ჰქონდეს ოსტეოპოროზის დიაგნოზი და დიდი ალბათობაა თეთრი რასის ქალებისათვის ასეთი დიაგნოზი, მაგრამ რატომ უნდა დავინტერესდეთ ბავშვობით? რა არის იქ ისეთი დამალული, რაც შემდეგ შეიძლება გასაღები აღმოჩნდეს პრობლემის? როგორც ძალიან ბევრი დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ოსტეოპოროზი ეს არ არის ბავშვთა დაავადება და ბავშვები ოსტეოპოროზით უხშირესად გამონაკლისია. ეს ერთეული შემთხვევაა და როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, მაინც უპირატესად ეს არის მეორადი, ანუ განპირობებული ან სხვადასხვა მედიკამენტური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის სტეროიდებით, ან უფრო ხშირად შესაძლებელია იყოს სხვადასხვა დაავადება და ამ დაავადების ფონზე განვითარებული. მაგრამ მეორე მომენტია, ითვლება რომ არის გერიატრიული დაავადება, ანუ დაავადება, რომელიც უხშირესად აზიანებს უკვე ასაკში შესულ ადამიანებს, მაგრამ მისი სათავეს მაინც თურმე იღებს პედიატრიულ ასაკში. რატომ? იმიტომ რომ როგორც აქ თქვით, ანუ ეს ორი პროცესი, რომელიც მუდმივად რაღაც გარკვეულ წონასწორობაში უნდა იყოს, ბავშვთა ასაკში თავისებურებით ხასიათდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფორმაციის პროცესი ძვლის ჩამოყალიბების პროცესი, ძვლის მინერალიზაციის პროცესი არის გაცილებით უფრო მაღლა, იმიტომ რომ ამ რეალურად თვითონ ჩვენ ჩონჩხს საფუძველი ამ ასაკში ეყრება. ძვლის მინერალიზაცია ამ ასაკისთვის ითვლება, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი მინერალი არის ძვალში, მათ შორის ერთ-ერთი არის კალციუმი, მაგრამ მისი ატომური მასა რო ავიღოთ, ყველაზე მეტი არის, თქვათ, ატომური მასის თვალსაზრისით ძვალში შემავალი ელემენტებისაგან. დადგენილი არის, რომ 80% ჩვენი მინერალური სიმკვრივის და ვთქვათ, შემდგომში უკვე ძვლოვანი მასის ეს მაინც ძირითადად გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, მაგრამ 20% თურმე დამოკიდებულია იმ ცხოვრების ტიპზე, იმ კვებაზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. და ამ თვალსაზრისით თურმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკს, კერძოდ კი უკანასკნელ პერიოდში დადგინდა ესეთი რამ, რომ თუ პრეპუბერტატულ, ანუ სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, თუ ბავშვის ძვლოვანი სიმკვრივე არის ნორმალური, ასეთ ბავშვებში, მოზარდებში, უკვე მოზრდილ ადამიანებში ძალიან მცირე არის ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ანუ არის გარკვეული ასოციაცია მოზარდობის პერიოდში ძვლის სიმკვრივესთან, თუ დაბალია, თურმე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი ძალიან მკვეთრად იზრდება. ამიტომ ბავშვთა ასაკი ეს არ არის ის ასაკი, როდესაც ჩვენ გვხვდება დაავადება ოსტეოპოროზის სახით, თუმცა არსებობს ესეთი იუვენილური ოსტეოპოროზი, რომელიც თქვათ იგივე ამ სქესობრივი მომწიფების ასაკში ვითარდება ხოლმე და ხშირად არც მკურნალობას არ მოითხოვს, თავად გაივლის, იმდენად ძლიერი არის ამ დროს ძვლის რემოდელირების პროცესი. მაგრამ სამაგიეროდ ეს არის ასაკი, როდესაც ჩვენ შეიძლება სწორი ცხოვრების წესის დამკვიდრებით, სწორი კვების პრინციპების დამკვიდრებით, პრაქტიკულად თავიდან ავიცილოთ შემდგომში განვითარებული ოსტეოპოროზი. ანუ რეალურად თქვენ ქმნით პროფილაქტიკას იმ პრობლემისა, რომელსაც ქალბატონი მაკამ მკურნალობს. მაგრამ მე ხომ მინდა ვუპასუხოთ ერთ მაყურებელს, შემდეგ ვნახოთ სიუჟეტი და ქალბატონ თინასთან ერთად დავბრუნდეთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან გთხოვდით ერთი ამიხსნათ, უკვე ერთი თვეა. მარცხენა კიდურის, ესე იგი, აი საყრდენი ძვალი ქუსლიდან მოყოლებული. დიახ. მაწუხებს სიარულის დროს და ეს რის ბრალია და რით შეიძლება რომ უმკურნალო? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ანუ ყრდნობის პროცესში ქუსლის ძვალი არის მტკივნეული. რაზე შეიძლება ივარაუდოთ ქალბატონმა? შესაძლებელია პირველი რაზე რაც უნდა ვივარაუდოთ, ეს გახლავთ ქუსლის ეგრეთ წოდებული დეზი. ეს ისევ ვთქვათ, ეს არის არა ოსტეოპოროზთან დაკავშირებული, ოსტეოპოროზის გამო განვითარებული, არამედ ეს არის უფრო ართროზული ცვლილებების გამო.
ვფიქრობ, ვთქვათ, ადამიანის ასაკი და ვთქვათ ეს ჩივილი ის რომ სიარულის დროს დგება მას ქუსლი, ალბათ ვფიქრობ ეს არის ქუსლის ეგრეთ წოდებული დეზი, რომლის დიაგნოსტირება ძალიან მარტივია. ეს არის რენტგენოგრაფია, რომელიც გვაძლევს ანუ სურათი უნდა გადაიღოს მარტივად რომ უთხრეთ. ძალიან მარტივად ეს არის რენტგენის სურათის გადაღება და ამის საფუძველზე ვფიქრობ და პრობლემის გადაჭრა რამდენად შესაძლებელია. მაყურებელს ხშირად ეს უფრო აინტერესებს. იცით რამდენად შეიძლება ამ პრობლემას ეშველოს, ანუ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. არის თუ არა ამის საშუალებები? ვთქვათ, ამის საშუალებები თავისთავად ეს დიაგნოზი, ვთქვათ, რამდენად ხანდაზმულია ეს პროცესი და რამდენად, ვთქვათ, ისეთი აქტიურია ეს პროცესი, პლუს აქ შესაძლებელია გაკეთდეს, ვთქვათ, კორეგირება წონის, რომელიც თავისთავად გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ დატვირთვა კუზზე იყოს ნაკლები. ეს არის ორთოპედიული ფეხსაცმელი, რომლის გამოყენება ძალიან ეფექტურია ამ შემთხვევაში. ეს არის ანტიანთებითი არასტეროიდული პრეპარატები, ზოგადი და ადგილობრივი და ფიზიოთერაპია, რომელიც ძალიან ამართლებს ამ სიტუაციაში. ოღონდ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლი ან ერთად, ან ცალ-ცალკე ინდივიდუალურად ყოველ პაციენტთან უნდა გადაწყვეტილება მიიღოს, რა თქმა უნდა, ექიმმა. მოდით ნახოთ სიუჟეტი. როგორ ხდება დენსიტომეტრიის განხორციელება, ანუ ძვლის სიმკვრივე როგორ ფასდება და შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში. ადამიანის ჩონჩხი არა მარტო საყრდენ ფუნქციას ასრულებს, არამედ აქტიურად მონაწილეობს მინერალური ცვლის პროცესში. ძვალი დინამიური ცოცხალი ქსოვილია, რომელსაც სხვადასხვა მაკონტროლებელი მექანიზმის მიმართ მაღალ მგრძნობელობა ახასიათებს. ოსტეოპოროზი ის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის მასა მცირდება და ადვილად ვითარდება მოტეხილობა. ძვლის სიმტკიცე და მდგრადობა კი მისი მინერალური სიმკვრივით განისაზღვრება, რომლის დასადგენადაც დენსიტომეტრიულ გამოკვლევას მიმართავენ. გამარჯობათ, მოგწანდით დენსიტომეტრი ეკნებათ ხო? ავიწონოთ ჯერ და მე კითხვარი შევავს. კითხვის შევსება გამოკვლევის დაწყებამდე აუცილებელია, რათა ოსტეოპოროზის განვითარების რისკ ფაქტორები გამოვავლინოთ, მათ შორის ყავის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და კალციუმით ნაკლები საკვების მოხმარება. მონაცემები უკვე შეგვყავს კომპიუტერში, რათა შედგეს პაციენტის ინდივიდუალური ფარათი და შემდეგ გადავდივართ უკვე კვლევაზე დენსიტომეტრიაზე, სადაც გამოვლინდება ძვლის მინერალური სიმკვრივე, ძვლის მინერალური სიმკვრივით კი დადგინდება ოსტეოპოროზის ხარისხი აღნიშნულ პაციენტში. მოგწანდით. დაწეკით თავისუფლად. ძვლის მინერალური სიმკვრივე მისი დიამეტრის მიხედვით ფასდება. ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალება საზოგადოებისთვის მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს გახდა ხელმისაწვდომი, როცა 80-იან წლებში დენსიტომეტრიული კვლევისთვის მაღალეფექტური აპარატურა გამოიგონეს. DEXA დენსიტომეტრია წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ოსტეოპოროზის კვლევაში. აღნიშნული კვლევა ფაქტიურად უსაფრთხოა პაციენტისთვის, ზუსტი მეთოდია და ამავე დროს ხელმისაწვდომია. აღნიშნული აპარატი ორმაგ ენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია საზღვრავს ერთეულ კვადრატულ მეტრში რა მასაძვალია და რა მინერალიზაცია. აღნიშნული მეთოდით ფაქტიურად ხდება ზუსტად დადგენა ოსტეოპოროზის, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზია თუ არ არის ოსტეოპოროზი. ძველში მუდმივად მიმდინარეობს ფორმირების და დაშლის პროცესი. ასაკთან ერთად კი ძვლის მინერალური სიმკვრივე ქვეითდება. ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ინფორმაციულად ბარძაყის ყელის მიდამოსა და წელის მალების გამოკვლევა ითვლება. აღნიშნული კვლევით ვიკვლევთ თუ ნორმასთან შედარებით რამდენად არის დაქვეითებული ძვლის მინერალიზაცია და ძვლის მინერალური სიმკვრივე. აღნიშნულ პაციენტში ნორმა შეესაბამება. ფაქტიურად გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე, რიგი კვლევა განვაგრძოთ. ბარძაყის ყელის მიდამოს კვლევის შემდეგ წელის სეგმენტის გამოკვლევა იწყება, რათა ძვლის მინერალური სიმკვრივე 4-ვე მალაში განისაზღვროს. საბოლოო ჯამში დიაგნოზს ვსვავთ ჯამური ქულით. ჯამური ქულაც ნორმის ფარფლებშია, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი შეესაბამება რისკ ჯგუფს. მას აქვს სხეულის მასის ინდექსი დაქვეითებული დაბალი წონა, მაგრამ პაციენტს უნდა მივულოცოთ, იმიტომ რომ მას ოსტეოპოროზი არ გამოუვლინდა. ხშირად ოსტეოპოროზის დიაგნოსტირება მოტეხილობის დადგენის შემდეგ ხდება. ექიმები გვირჩევენ, ორივე სქესის პაციენტებმა რეგულარულად შევამოწმოთ ძვლის მინერალური სიმკვრივე, დროულად დავიწყოთ მკურნალობა და თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა მოტეხილობა.
დექსადენსიტომეტრით ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება არც წელის მიდამოში, არც ბარძაკის წყლის მიდამოში არ გამოვლინდა. გისურვებთ ჯანმრთელობას. უმეტი მადლობა ნახვა. ჩვენს მაყურებელს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა როგორ ტარდება ძვლის სიმკვრივის შეფასება, ანუ დენსიტომეტრია. ახლა მინდა მიმართო ქალბატონ თინას. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნახეთ როგორ კეთდება ეს კვლევა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ენდოკრინოლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს სათავე და ბიძგის მიმცემი იმ პრობლემისათვის, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ. ანუ ოსტეოპოროზი რამდენად დაკავშირებულია ჰორმონული სტატუსის ცვლილებასთან. მით უფრო, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს არის ასაკთან ასოცირებული და ქალებისათვის ძალიან მტკივნეული თემა. თავდაპირველად დავიწყებ თუ რატომ არის ასაკთან ასოცირებული ეს დაავადება. როგორც ქალბატონმა მაიამ დაიწყო, ბავშვობიდან მოდის ეს დაავადება და დაკავშირებულია კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ საკვებ რაციონთან. თუმცა ძველში, როგორც ქალბატონმა მაკამ ახსენა, მუდმივად მიდის რემოდელირების პროცესი, მისი დაშლის, ანუ რეზორბციისა და განახლების პროცესი. დაშლა უფრო ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე მოგვიანებით ასაკში, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად რეზორბცია, ანუ ძვლის დაშლა ჭარბობს მისი ფორმირების, ანუ ახლის წარმოქმნის პროცესს. სწორედ ეს განაპირობებს ძვლის გამოფიტვის, გამყიფების, ელასტიურობის დაქვეითების და შემდგომში მოტეხილობების რისკის გაზრდას. სწორედ ამიტომ მოგეხსენებათ, რომ 30-35 წლისათვის ძვლოვანი მასა აღწევს გარკვეულ პიკს, ხოლო შემდგომში არის რაღაც გარკვეული პლატოს პერიოდი, 0,2-0,3%-ით მცირდება ძვლოვანი მასა ყოველწლიურად, ხოლო ასაკთან ერთად განსაკუთრებით ქალბატონების დაავადება ეს მოგეხსენებათ და პოსტმენოპაუზალურ ქალბატონებში თითქმის ეს დაავადება პოსტმენოპაუზალურ ქალებში 80%-ს აქვს გამოვლენილი, ვისაც კი ჩაუტარებია ეს კვლევა. ეს განპირობებულია იმით, რომ ქალის სასქესო ჰორმონები, ესტროგენები აჩერებს ძვალში ამ სწორედ რეზორბციის პროცესს, ანუ დაშლის პროცესს, ხოლო ფორმირებას ხელს უწყობს. ასაკთან ერთად მენოპაუზის დადგომის შემდგომ ესტროგენების, ანუ ქალის სასქესო ჰორმონების დონე ქვეითდება, შესაბამისად რეზორბციის პროცესი, ანუ დაშლის, ძვლის გამოფიტვის პროცესი ჭარბობს მის ახლად წარმოქმნის პროცესს და ძვალი ნელ-ნელა იფიტება. მენოპაუზის შემდგომ ეს პროცესი უკვე წელიწადში 2-3%-ით სისწრაფით მიდის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ასაკოვან ქალბატონებში დენსიტომეტრიის კვლევის ჩატარება. ეს კვლევა გულისხმობს ძვლის ერთეულ მოცულობაში განისაზღვროს თუ რამდენი გრამი ძვალია. დადგინდეს ნორმასთან შედარებით არის თუ არა დაქვეითებული ძვლის მინერალური სიმკვრივე, ანუ მიღებული შედეგი შეესაბამება ნორმის ვარიანტს, ოსტეოპენიას, ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას თუ უკვე გამოფიტვას ოსტეოპოროზს, რომლის დროსაც უკვე აქტუალურად უნდა ჩავერთოთ და დავიწყოთ მკურნალობა. ქალბატონო თინა, ჩაგერთვებით. თქვენ ბრძანებთ რამდენად მნიშვნელოვანია დინამიკაში გავიაზროთ ადამიანის ინდივიდუალური განვითარების გზა და მით უფრო მისი ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების სხვადასხვა ფაზა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მაყურებელმა მოისმინოს თქვენგან ის მიდგომები, რომელიც არსებობს ამ კუთხით. რატომ არის რომ მთელ რიგ ქვეყნებში ოსტეოპოროზის მართვაში ერთვება ენდოკრინოლოგი, ერთის მხრივ იყო მოსაზრება, რომ დიახ, ჩანაცვლებითი თერაპია აუცილებელია. რას ნიშნავს ჩანაცვლებითი თერაპია? თუ რაიმე ნივთიერების დეფიციტი არსებობს ორგანიზმში, უნდა ხდებოდეს ამ დეფიციტის შევსება, მათ შორის ჰორმონების. ასეთი იყო მტკიცებულებითი მედიცინის რეკომენდაცია რამდენიმე წლის წინ. დღეს განსხვავებულია შეხედულებები. მოდით აი ამ თემაზე გითხარით თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ გარდა პირველადი ოსტეოპოროზისა, რომელზეც უკვე ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს, არსებობს მეორადი ოსტეოპოროზი, გარდა ამ ესტროგენული დეფიციტით გამოწვეული პრობლემებისა, ეს შეიძლება ასოცირებული იყოს თირეოტოქსიკოსთან, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მიერ თიროქსინის ჭარბ პროდუცირებასთან. ასევე სხვადასხვა რიგი მედიკამენტებით მკურნალობას და განსაკუთრებით ეს ეხება გლუკოკორტიკოიდებს, ისეთი პრეპარატები, როგორიც არის პრენიზოლონი, დექსამეტაზონი, განსაკუთრებით ხელს უწყობს ძვლის გამოფიტვის პროცესს, ანუ აჩქარებს რეზორბციას, მის დაშლას და ანელებს მის ფორმირებას. თქვენ როგორც მკითხეთ, ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია საკმაოდ აქტუალური იყო და მოწოდებული პოსტმენოპაუზალურ ქალბატონებში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. თუმცა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ მკურნალობამ მიგვიყვანა რიგ
პრობლემებამდე, გამოიწვია რიგი დაავადებებისა, გაზარდა რისკი ინსულტების განვითარებისა, თრომბოემბოლიების განვითარებისა, ასევე ქალბატონებში გაზარდა მკერდის კიბოს განვითარების რისკი. სწორედ ამიტომ ჰორმონული პრეპარატებით ჩანაცვლებით ამ მკურნალობამ დღესდღეობით საკმაოდ უკანა პლანზე გადაიწია და წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიც არის ბისფოსფონატები, სტრონციუმის რანელატი, სწორედ ბისფოსფონატები წარმოადგენს ოქროს სტანდარტს დღესდღეობით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. რაც შეეხება კიდევ სხვა მეორადად განვითარებული ოსტეოპოროზის მიზეზებს, ეს შეიძლება იყოს კუჭნაწლავის დაავადებები, რომელთა დროსაც დარღვეულია როგორც კალციუმის, ასევე D ვიტამინის შეწოვის პროცესი. ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობით გამოწვეული, იმიტომ რომ ამ დროს D ვიტამინის აქტიური ფორმის გარდაქმნა არ ხდება, D ვიტამინის ამის აქტიური ფორმა და შესაბამისად კალციუმის შეწოვა ირღვევა. ასევე ეს დაავადება საკმაოდ აქტუალურია პაციენტებში, რომელთაც აქვს წონის დეფიციტი. ეს განპირობებულია იმით, რომ ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ცხიმოვანი ქსოვილი, თუნდაც მენოპაუზის შემდგომ განსაკუთრებით ასრულებს რაღაც გარკვეულ ფუნქციას ესტროგენების წარმოქმნისადმი. ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები, ადიპოციტები, გარკვეული ფერმენტების არომატაზების საშუალებით ანდროგენებს გარდაქმნიან ესტროგენებად, ანუ ამ დეფიციტს ავსებენ მენოპაუზალურ ქალებში. ამიტომ ჭარბი წონა პრინციპში ერთ კარგ საქმეს მაინც გვიკეთებს, გვიცავს ოსტეოპოროზისაგან. და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, გენეტიკურ ფაქტორებს პაციენტებში, რომელთაც მშობლებსაც ჰქონდათ გამოვლენილი ოსტეოპოროზი ან ბარძაყისთვლის მოტეხილობა, მათშიც მოტეხილობის განვითარების რისკი ბევრად იზრდება. მაყურებელს უნდა უპასუხოთ და შემდეგ დავუბრუნდებით თემას. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. დე კაცის დაბლობობა მაქვს თვალში და სისხლის შევიწოვება მაქვს და ყველანაირი წამალი მივიღე ამასთან დაკავშირებით და ჩემი პრობლემა ეს არის უდუსულიდან აი ტერფამდე გაყინული მაქვს ეს სხეული ძვალი და რბილი, ესე იგი ვერაფრით ვერ ვიტყობ, საჭიროა გავიტყოთ, ვარა და გონება მეფიქება. ყველანაირი საშუალება, ყველანაირი არცადე გადასხმებით გავიკეთე სისხლის გასაფართოებლად. აი ამ რაც ჩამოგითვალეთ და ეს რა არის? ვერაფრით ვერ ხვდები. შეიძლება დღეში სამჯერ დაწვე იმის გულისთვის, რომ გაითქო ეს ძვალი, კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. ოსტეოპოროზთან დაკავშირებით კვლევა გესმოდათ ანუ ქალბატონი, რომელსაც აქვს საკმაოდ ნატიფი კვლევები ჩატარებული, დიაგნოსტიკის საკითხი არის გარკვეული, დადასტურებული დიაგნოზი, თუმცა აქვს ძალიან საინტერესო სუბიექტური შეგრძნება. მთელი ხერხემლის სვეტის გასწვრივ გრძნობს სიცივეს და დღეში სამჯერ მაინც ვწვევი ლოგინშიო იმისათვის, რომ საგანგებოდ გავითბო ეს ზონა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება გონებაც კი დავკარგო. ანუ ეს არის წლების მანძილზე ჩივილი, რომელიც მიუხედავად დიაგნოსტიკისა, მიუხედავად მკურნალობისა არ მოიხსნა. მოდით დავიწყოთ ქალბატონო მაკა თქვენგან. არის თუ არა დაკავშირებული ასეთი ტიპის სიმპტომი, ასეთი ტიპის სუბიექტური განცდა დიაგნოზთან სახელად ოსტეოპოროზი? იცით რა, საერთოდ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ოსტეოპოროზი შეიძლება მიდიოდეს აბსოლუტურად უსიმპტომოდ და მიგვიყვანოს მოტეხილობამდე, ისე რომ ჩივილი არ გქონდეს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ოსტეოპოროზის დროს არსებობს ესეთი ძალიან გავრცელებული რამ, ეს არის ზურგის ტკივილი. ზურგის ტკივილი, რომელიც არ იხსნება ანტიანთებითი არასტეროიდული პრეპარატებით, ან ჩვეულებრივი ანტირევმატული თერაპიის ფონზე. თუმცა სიცივე როგორც ასეთი ზურგის არეში ოსტეოპოროზისთვის დამახასიათებელი არ არის. ვთქვათ, ამ შემთხვევაში თუ კი პაციენტს ჩაუტარდა დენსიტომეტრია და დაისვა დიაგნოზი ოსტეოპოროზისა, ვთქვათ, რამდენად არის იქ შესაძლებლობა იმის, რომ იყოს მალების მოტეხილობა. თუმცა ამ შემთხვევაში რატომ იზოლირებულად მხოლოდ ზურგის არეში ტკივილი, სიცივის შეგრძნება ცოტა ძნელი სათქმელია.
ვთქვათ, რეკომენდაცია ამ პაციენტთან დაკავშირებით იქნება ასეთი, რომ მან მიმართოს, ვთქვათ, გადაიღოს ხერხემლის რენტგენოგრაფია, ვთქვათ, ინახოს არ იმოტეხილობები თუ არა შესაძლებელია ეს შეგრძნებაც, ვთქვათ, რაღაცა ნევროლოგიასთან იყოს დაკავშირებული და პირველ რიგში, ვისაც უნდა მიმართოს მას, ეს არის ნევროლოგი, იმისთვის, რომ განისაზღვროს, რამდენად სუბიექტურია თუ ობიექტურია მისი ეს ჩივილი და ვთქვათ, რის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ შემთხვევაში დავაბრალოთ ეს ოსტეოპოროზს, ვთქვათ, ნაკლებად სავარაუდო. მოდით გადავიდეთ პროფილაქტიკის თემაზე, ეს ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს. იმდენად ბევრია ასეთი ტიპის ზარი, რომ ჩვენ გავაერთიანეთ და ბავშვობიდან დავიწყოთ. რა კი ვთქვით, რომ პრობლემის სათავე ბავშვობაშია, მაშინ შეგვიძლია ეს ერთის მხრივ ვახსენოთ რაკიტიც, იმიტომ რომ მშობელთა დიდ ნაწილს რატომღაც გონია, როგორც კი ვახსენებთ კალციუმთან დაკავშირებულ პრობლემებს, ოსტეოპოროზს ხშირად რაკიტთან აიგივებენ, მაგრამ ორი სიტყვით ვთქვათ რაკიტთან დაკავშირებით, გავიმიჯნოთ ეს საკითხები ერთმანეთისაგან და როგორ შეიძლება ბავშვობიდან ამის პროფილაქტიკა. მოგვიანებით უკვე ცხოვრების წესით და იმ საშუალებებით, რომელსაც თქვენ ფლობთ ქალბატონ მაკა და ქალბატონ თინას მინდა მიმართო, ასევე როგორც ენდოკრინოლოგს რა პროფილაქტიკურ საშუალებებს შევთავაზებთ მაყურებელს. დიახ, გისმენთ ქალბატონო. უბრალოდ ანუ რაკიტი აბსოლუტურად სხვა დაავადება, არანაირი კავშირი არა აქვს ოსტეოპოროზთან და ისიც არ არის, რომ თქვათ იმ პაციენტებში, რომელსაც რაკიტი ქონდა ბავშვობაში, თქვათ მოზრდილობაში მერე დიდი რისკი აქვს, რომ ოსტეოპოროზი განუვითარდეს. ანუ სხვა დაავადება, იგივე ჩონჩხის დაავადება, მაგრამ და ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა ეს არის დ-ვიტამინის დეფიციტი. დ-ვიტამინის დეფიციტი, რომელიც დ-ვიტამინი ორგანიზმში უზარმაზარლს ასრულებს და ერთ-ერთი მისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეს არის კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის, მისი რეაბსორბციის გაძლიერება და ძვალში გარკვეულწილად კალციუმის გადატანა, მისი ჩალაგება ძვალში. სწორედ იმ პროცესში, როდესაც ხდება ძვლის ფორმაციის, ფორმირების პროცესი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საერთოდ ითვლება, რომ სამხრეთის ქვეყნებში ნაკლები სიხშირით უნდა გქონდეს ჩვენ ეს პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალია მზის ინსოლაცია და მოგეხსენებათ, რომ საკმარისი არის, თქვათ, დაახლოებით 9 საათი 40 წუთი მზის ინსოლაცია, როგორც მთელ სხეულზე არის ლაპარაკი, 9 საათით საკმარისია იმისთვის, რომ დღიური ნორმა დ-ვიტამინის წარმოიქმნას. ნუ გარდა მზის ინსოლაციისა, რა თქმა უნდა, დ-ვიტამინით არის ბევრი საკვები პროდუქტი მდიდარი, რომელიც ასევე შესაძლებელია, რომ აქედანაც შეიძლება, რომ ორგანიზმმა მიიღოს დ-ვიტამინი. რა არის რაკიტის სხვა გამოვლინება აქ? მას ახასიათებს ძირითადად გამოფიტვაზე ესე ვერ ვილაპარაკებთ, ახასიათებს ძვლის დარბილება და დარბილების გამო ძალიან მაღალი არის სიხშირე ძლოვანი დეფორმაციების განვითარების. ამავე პერიოდში დამახასიათებელი არის აგზნებადობის მომატება, ისევ იმიტომ რომ იქ აუცილებელი არის კალციუმის სხვადასხვა ცვლისთვის, იმიტომ რომ ეს მეტაბოლური ცვლა არის. ძალიან დამახასიათებელი არის ოფლიანობა და ხშირად პირველი ნიშანი სწორედ რაკიტის ეს არის ოფლიანობა, ეს არის გარკვეული თმიანობის კეფაზე განსაკუთრებით გაცვენა და კეფის ალოპეცია, ესე რომ ვთქვათ, ანუ კეფის თმიანობის შემცირება, რომელსაც შემდგომში ემატება უკვე ძლოვანი დეფორმაციები. ქალბატონ მაია, რასაკვირველია, ეს არის ძალიან დიდი თემა, ეს ცალკე მოითხოვს საუბარს, მაგრამ ჩვენ ახლა უბრალოდ ვისარგებლეთ მომენტით და გავიმიჯნეთ ერთმანეთისაგან. ამიტომ მოდით კონკრეტული რეკომენდაციები შეიძლება თუ არა ბავშვობიდან ვისაუბროთ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაზე და თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს და შემდეგ გავაგრძელებთ ასაკობრივი თვალსაზრისით. შეიძლება ვისაუბროთ, იმიტომ რომ რახან თქვით, რომ ძლოვანი მასა ყალიბდება სწორედ სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება მასა და როგორი იქნება ძლოვანი სიმკვრივე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დროულად დავიწყოთ პროფილაქტიკა. როგორც ვთქვით, პროფილაქტიკაში განსაზღვრელი არის ორი ძირითადი მომენტი. ერთი ეს არის კვება და მეორე ეს არის ფიზიკური აქტივობა. ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი. დადგენილი არის, რომ იქ სადაც ფიზიკური აქტივობა არის ნაკლები, სადაც არის იმობილიზაცია და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება. მეორე მომენტი არის, რომ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბავშვები, მოზრდილები, რომლებიც აქტიური სპორტით არიან დაკავებულები, ამ შემთხვევაში იზრდება კალციუმის დანაკარგი და აქედან გამომდინარე კალციუმის დატვირთვა, კალციუმის მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პროფილაქტიკაზე, ჩვენ ძირითადად არ ვლაპარაკობთ მედიკამენტურ პროფილაქტიკაზე, თუმცა შესაძლებელია, რომ რაღაც ეტაპზე მედიკამენტებიც იყოს გამოყენებული, ძირითადად ეს არის როგორ ვარეგულიროთ ცხოვრების ტიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება. ანუ
რომელიც შეიცავს მაკრონუტრიენტებსაც, ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს და აუცილებლად მდიდარი არის მიკრონუტრიენტებით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის კალციუმი. კალციუმის წყაროს წარმოადგენს რძის პროდუქტები. კალციუმის დღიური ნორმა ყველაზე უფრო მაღალი არის სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ანუ თუ ვთქვათ, იგივე ჩვენს ასაკში, როდესაც ოსტეოპოროზი მოზრდილთა ასაკში, როდესაც ოსტეოპოროზი არის ძალიან გავრცელებული, კალციუმის დღიური ნორმა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ასაკში, როდესაც ოსტეოპოროზი არ გვხვდება, მაგრამ სამაგიეროდ სწორედ იმიტომ, რომ რემოდელირების პროცესი არის ძალიან სერიოზული, კალციუმის დღიური ნორმა არის ძალიან მაღალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიეტაში კალციუმის მდიდარი პროდუქტების მიღება და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი და არსებობს მთელი რიგი გამოსათვლელი საშუალებები, როდესაც შესაძლებელია დღიური თუ რა საკვებს იღებს. ყველა მათგანში განისაზღვროს კალციუმის რაოდენობა და განსაზღვროს ჩვენ საერთო რაოდენობა, რასაც იღებს ბავშვი, რა რაოდენობასაც იღებს კალციუმს და თუ ის დღიურ ნორმას არ შეესაბამება, შესაძლებელია რომ ჩვენ ბავშვობის ასაკშიც დაგვჭირდეს გარკვეულ პერიოდად დამატება ამ საკვებს. ქალბატონ თინასთან მაქვს ასეთი შეკითხვა, მოდით განსაზღვროთ ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით, შეგვიძლია თუ არა თქვენ ბრძანებდით ასაკობრივ ჭრილში როგორ შეიძლება ჰორმონული სტატუსის ცვლილებამ შექმნას ფონი ოსტეოპოროზის განვითარებისათვის. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ამ შემთხვევაში პროფილაქტიკაზე? თქვენ როგორ ხედავთ პროფილაქტიკას და მე უკვე ქალბატონ მაკასთან. დავეთანხმები ქალბატონ მაიას, ისევე როგორც ახალგაზრდა ასაკში, კვებას მოზრდილთა ასაკში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ. რძის პროდუქტების მიღება ისეთი როგორიც არის რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი, თუნდაც 2-3 ულუფა დღის განმავლობაში აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მავნეჩვევების შემცირებას, ისეთი როგორიც არის ალკოჰოლის ჭარბად მიღება, წეველობა, ანუ თამბაქოს მოხმარება, ასევე ყავის მიღება ჭარბად დღის განმავლობაში. არსებობს ეს მოსაზრება და უკვე დადასტურებული პრინციპში, რომ ყავის ჭარბად მიღება, ანუ ეს არის 2 ჭიქა და მეტი დღის განმავლობაში, საკმაოდ გამორეცხავს კალციუმს შართან ერთად ორგანიზმიდან და შესაბამისად სისხლშიც და ძვალშიც მისი კონცენტრაცია კლებულობს. ამიტომ პაციენტებს და ზოგადად პოპულაციას, ვისაც უყვარს ყავის ჭარბად მიღება, იმ რჩევას მაინც მივცემთ, რომ თუ ვერ ამცირებენ, მიიღონ რძესთან ერთად, ანუ ან რძიანი ყავა, ან ცალკე დამოუკიდებლად 2-3 ულუფა დღის განმავლობაში რძის პროდუქტი, შეამცირონ წეველობა და ალკოჰოლის მიღებაც და თამბაქოც პრინციპში გარდა იმისა, რომ ძვლის რეზორბციას უწყობს ხელს, ასევე ნაწლავებში კალციუმისა და დ ვიტამინის შეწევას ამცირებს. სწორედ ამიტომ ესენიც ერთ-ერთი რისკ ფაქტორებია. თუმცა მინდა გითხრათ ისიც, რომ მხოლოდ პროფილაქტიკისათვის რეკომენდირებული ანუ ეს რძის პროდუქტების მიღება შეიძლება გახდეს ანუ თავიდან აგვაცილოს ეს დაავადება, მაგრამ თუ უკვე დაავადება განვითარდა, მხოლოდ პროფილაქტიკა და საკვებით მიღებული კალციუმი ამას უკვე ვეღარ უშველის, საჭირო ხდება მკურნალობის დაწყება აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინა, ჩვენ ხა ხანმოკლე სარეკლამო ჭრაზე გავალთ და შემდეგ დავბრუნდებით.
ეხა ნახე რა გაჩვენო თალებზე. აქ გააკეთო მგოგვისო. რაც აუცილებლად უნდა ვაჩვენო. ეგ არის აფიციცი. დავბრუნდით ეთერში ქალბატონო მაგ კონკრეტულად მაყურებელი ელოდება რეკომენდაციებს. ჩვენ ასე თუ ისე სხვადასხვა პროფილის ჭრილში ვთქვით, თქვენ როგორც რევმატოლოგი, რომელთანაც ძალიან ბევრი ასეთი ტიპის პაციენტი ხვდება. თქვენ რას ურჩევთ ქალბატონებს პროფილაქტიკისათვის? თავისი ცხოვრების წესით საკუთარი არჩევანით როგორ შეიძლება ეს პრობლემა თავიდან აიცილოს და შესაძლებელია თუ არა? იცი თუ კი რევმატოლოგიას შევეხებით, ანუ ჩვენ პირველ რიგში უნდა მივცეთ რეკომენდაცია პაციენტებს იმის, რომ ის მიზეზები, რომელიც იწვევს პრაქტიკულად ოსტეოპოროზს, ანუ მეორადად ოსტეოპოროზს, დაავადებები, რომლებიც იწვევენ ოსტეოპოროზს, უმკურნალოდ სწორად და დროულად. რევმატოლოგიაში, როგორც მოგახსენეთ, ეს არის რევმატოიდული ართრიტი, რომლის დროული და ადრეული მკურნალობა თავისთავად გულისხმობს, თქვათ, აი ამ დაავადების რაც შეიძლება, თქვათ, გვიან განვითარებას. ეს არის ასევე, თქვათ, მეორადად განვითარებული, ეს არის ღვიძლის, თირკმლის, ფილტვის ქრონიკული პათოლოგიები, რომლის დროული სწორი ადეკვატური მკურნალობა, თქვათ, საშუალებას გვაძლევს პროფილაქტიკას ოსტეოპოროზისა და პრეპარატები, რომლის არამოტივირებული, არასწორად, არაექიმის მიერ დანიშნული ჭარბი რაოდენობით პრეპარატების გამოყენება, რომლებიც იწვევენ ოსტეოპოროზს. ისე კი კიდევ ერთხელ თუ კი არ გავმეორდები, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გვაშორებს ოსტეოპოროზისაგან, თავისთავად ფიზიოლოგიური ოსტეოპოროზისაგან, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქალის ბედს წარმოადგენს 50 წლის შემდგომ, მაგრამ ოსტეოპოროზის ქალებს, კი ბატონო, და თქვათ, მაგრამ თუმცა შესაძლებელია ამ, თქვათ, ვადის გადავადება, ხარისხის ოსტეოპენია იქნება თუ ოსტეოპოროზი, მისი გადავადება, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იქადგე, რომ მინიმუმამდე დადის მოტეხილობები და მოტეხილობებთან დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონებო. მე უბრალოდ ვისარგებლებ და ვიტყვი ქალბატონი თინა ბძანებდა, რომ ყავის მოხმარება შეიძლება გახდეს კალციუმით გამოფიტვის მიზეზი. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ასევე ცილოვანი პროტეინული, ანუ ცილებით დატვირთული საკვების გამოყენებაც ხშირად არის კალციუმით გამოფიტვის საბაბი და გარდა ამისა, კალციუმის იზოლირებულად მიღება არ ცვლის ძვლის სტრუქტურა, საკმარისი არ არის სამწუხაროდ და გათვალისწინება არის აუცილებელი იმისა, რომ ძვალი არა მხოლოდ კალციუმისგან, არამედ ბევრი სხვა მინერალისგანაც შედგება და გარკვეული წვლილი ამ საქმეში ვიტამინებსაც მიუძღვის. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, მაყურებელს შევახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე კონსილიუმი, უკაცრავად კონსილიუმზე გამოვიტანეს სწორედ სამჟავროდ თემა ოსტეოპოროზი და ჩვენი სტუმრები გახლდათ ენდოკრინოლოგი ქალბატონი თინა იორდანიშვილი, რევმატოლოგი პროფესორი მაკა იოსელიანი და პედიატრი ქალბატონი მაია ხერხეულიძე, პროფესორი მაია ხერხეულიძე. მე ახლა მივესალმები მეგობრებს
2-ის ნახევარზე დღეს. როგორ გზანდებით? მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ძალიან როგორც ყოველთვის ჩავერთეთ, ძალიან საინტერესო თემა. იმიტომ რომ ძირითადად ქალების პრობლემაა ხოლმე ოსტეოპოროზი, როგორც წესი, თუმცა წინა სტუმრებმა გითხრეს, რომ ყავის მიღება აი, გუნა მეკითხა ხო ეხლა. დავიბენი. შეიძლებაო და რაღაც დაგვაიმედეთ. შეიძლება, მაგრამ ყავის მიღება ჩვენ არ ვიხავთ, ყავის მიღება არ შეიძლება. ჩვენ თქვით, რომ ყველაფერში საჭიროა ზომიერება და დოზირებული მოხმარება. ამაზე ალაპარაკი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ორჭიქა ყავაზე, რასაკვირველია, ეს პირდაპირ არ იკვეთება ოსტეოპოროზის რისკთან. თან ჩვენ საზოგადოებას ვასწავლეთ სწორად როგორ დავლიოთ ყავა. მაგალითად, თუ თქვენ ყავას რძით მიირთმევთ, ან მაგალითად ყავას მიირთმევთ ყველის ნაჭერთან ერთად, იმიტომ რომ მიუხედავად გავრცელებული აზრისა, კალციუმის ყველაზე დიდ რაოდენობა შეიცავს არა ხაჭო დარწე, არამედ ყველი. მით უფრო რომ რა გითხრალა და ნამდვილად სასიამოვნო, თუმცა კალციუმის შევსებას არ ემსახურება. ესე იგი თქვენ თემას გავაგზავნებთ, თქვენ თქვით რომ ზომიერება არის ყველაფერში საჭირო და მე ვიტყვი რომ არის რაღაცები, სადაც არ გვინდა ზომიერება, მაგალითად სიყვარულში და ერთგულებაში. რატო დავიწყე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი დღევანდელი თემა იქნება ცნობილი ხელოვანების დიდი ადამიანების მეუღლეები, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნეს თავიანთი მეუღლეები, თუ არ შექმნეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მათ შექმნაში. მოტივი ამისა არის ის, რომ დღეს დაიბადა ბულგაკოვის ცნობილი რუსი მწერლის მეუღლე, რომელმაც პრაქტიკულად, რომელიც იყო მარგარიტას მესამე მეუღლე, მაგას გადაცემაში ვიტყვი. მეორე მეუღლის დაბადების დღეზე პირველი. რომელმაც იყო მარგარიტას პროტოტიპი და გადაარჩინა ძალიან მარტო მაგაზე არ ვილაპარაკებ, ხა კიდე რაღაცებზეც ვილაპარაკებ. გაიხსენითეთ, ყველაფერი იქნება ნაკლები. არა, ამას მე, ეს მე. მამაკაცის სტილზე ვისაუბრებ და კიდე თიკოს საყვარელ თემაზე. ხო, დღეს არის ლუკინოვის კონტის დაბადების დღე, ამიტომ არ შეიძლება რომ კინოსაც არ შევეხოთ და მოდით დაველოდოთ 2-ის ნახევარ სულ რაღაცამდე. მეც მათქვით, მეც ვიტყვი რა. დაირიგეთ თემები. ეს ასევე არის ძალიან, ესე ვთქვათ, მუსიკალური დღე, ჩვენ ვისაუბრებთ ჩოპენზე, დღეს ის დღე, როდესაც ჩოპენმა დატოვა პოლონეთი, წავიდა საფრანგეთში და შესაბამისად შოპენის ხათრით მოვამზადებთ პოლონურ კერძს. პატარა ვალსი მოვამზადეთ. თქვენ რეალურად ძალიან კარგი სცენარი გაქვთ, იმიტომ რომ სიყვარულით შექმნილი მუსიკაც, კინო ხელოვნებას და სტილიც კი ყოველთვის მომხიბლავია და პრაქტიკულად წარუშლულ კვალს ტოვებს ისტორიაში. წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელ შევახსენებთ, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს და ვისაუბრებთ თემაზე მრავალნაყოფიანი ორსულობა. ნახვამდის დღე გრძელობას გისურვებთ.